ვაუ, საოცარია. შეხედე ამას. აქ გვაქვს გარგარი, ქლიავი, ნუში და ზემოდან ატამი. ეს ყველაფერი ერთ ხეზეა. თუ ყოველთვის გინდოდა ნერგის დამყნა, მაგრამ არასდროს იცოდი, როგორ გაგეკეთებინა ეს მარტივად. ყურადღებით უყურე ამ ვიდეოს, რადგან მე გასწავლი არა მხოლოდ დამყნას, არამედ როგორ გქონდეს მრავალნაყოფიანი ხე, რაღაც, რასაც თითქმის არავინ გასწავლის. ამ ვიდეოში ყველა საიდუმლოს გასწავლი, ასე რომ ყურადღებით იყავი, რადგან ვიცხებთ. იმისთვის, რომ გავაკეთოთ დამყნა ან მრავალნაყოფიანი ხე, საფუძვლად გამოვიყენებთ ამ ნუშის ხეს. თუმცა, შენ შეგიძლია გამოიყენო გარგრის, ქლიავის ან ატმის ხეც. ამ შემთხვევაში ნუშის ხეს გამოვიყენებთ, რადგან აქ სწორედ ეს მაქვს. ყველა ეს ხე შეიძლება გამოვიყენოთ საძირედ, რადგან ისინი ეკუთვნიან ერთსა და იმავე ოჯახს, კურკოვანი ხილის ხეებს და ერთმანეთთან კარგად თავსებადია. ამ გზით შეგვეძლება ასეთი ტიპის დამყნა სხვადასხვა ხეზე გავაკეთოთ, იმის მიხედვით, რომელი გვაქვს სახლში. კარგი, და ამ დამყნის გასაკეთებლად რა მასალები დაგჭირდება? ძალიან მარტივი მასალებია საჭირო. დაგჭირდება დრელი და ასევე პატარა ბურღების ნაკრები. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ბურღი უნდა შეესაბამებოდეს იმ ნერგის სისქეს, რომელსაც ჩავდგამთ. თუ ნერგი უფრო თხელია, გამოვიყენებთ უფრო თხელ ბურღს, ხოლო თუ ნერგი უფრო სქელია, გამოვიყენებთ უფრო სქელ ბურღს. ამიტომაც ასე სასარგებლოა პატარა ბურღების ნაკრები, რადგან ნერგები ჩვეულებრივ ერთნაირი ზომის არ არის და ასე შეგვიძლია თითოეულს მოვარგოთ შესაბამისი ბურღი. ასევე გამოვიყენებთ ჩვეულებრივ იზოლაციის ლენტს. დიახ, სწორედ იმ ლენტს, რომელსაც ყველანი ვიცნობთ, რადგან მინდა რომ ნებისმიერ შეეძლოს ეს ნერგის გადანერგვა სახლში სპეციალური მასალების შეძენის გარეშე. გარდა ამისა, გამოვიყენებთ სამკურნალო პასტას, რათა კარგად დავახუროთ ნერგის გადანერგვის ადგილი და ავიცილოთ ტენიანობის, ჰაერის ან შესაძლო დაავადებების შეღწევა. და რა თქმა უნდა, დაგჭირდება იმ ჯიშების ნერგებილი, რომლებსაც გადავანერგავთ. პარაგვაი, ატმის ხე, გარგარი და ქლიავი. პირველ რიგში ავირჩევთ ნუშის იმ ადგილს, სადაც ნერგებს გადავანერგავთ. ამ შემთხვევაში ეს ნაწილი ავირჩიე. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამ ნერგს დავდგამთ, ამიტომ არც ძალიან ახლოს და არც ძალიან შორს არ უნდა დავამაგროთ ისინი ერთმანეთისგან. იდეა ისაა, რომ ნერგები სწორად განაწილდეს და თითოეულს ჰქონდეს ადგილი, რომ მომავალში ამოიყაროს. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ორიენტაცია, რადგან თუ შევძლებთ ავირჩიოთ ადგილი, სადაც დღის ყველაზე ცხელ საათებში პირდაპირ მზე არ ხვდება, ბევრად უკეთესი იქნება. ახლა ნერგების მომზადებას დავიწყებთ. ვიღებთ პირველ ნერგს და ნელ-მელა ვათხელებთ მის ძირს. იდეა ისაა, რომ მივცეთ ფორმა, რომელიც ფანქრის წვერს გავს. არ არის საჭირო ძალიან წვრილი წვერის გაკეთება, მაგრამ უნდა იყოს კარგად მორგებული, რომ შევიდეს იმ ხვრელში, რომელსაც ბურღით გავაკეთებთ. იგივე ვაკეთებ დანარჩენ ნერგებთანაც. მთავარია, რომ ნერგები მყარად იყოს და შეხების ადგილი საძირეს ქერქთან რაც შეიძლება კარგი იყოს. როცა ნერგები მზად გვაქვს, ახლა ხვრელების გაკეთებას დავიწყებთ. ახლა ვირჩევთ ყველაზე შესაფერის ბურღს ნერგის სისქის მიხედვით. შემდეგ კი უბრალოდ ამ გზით ვიწყებთ ხვრელის გაკეთებას. როცა ხვრელები მზად იქნება, გავასუფთავებთ მათ. შეგვიძლია გამოვიყენოთ პატარა ბოთლი წყლით და ჩავასხათ ცოტა წყალი შიგნით. ეს ეხმარება ხერხის ნახერხის ან ნარჩენების ამოღებაში, რაც შიგნით დარჩა. თუ დავინახავთ რომელიმე ნამტვრევს ან ხის ნარჩენს, შეგვიძლია თხელი მავთულით ამოვიღოთ. იდეა ისაა, რომ ხვრელი სუფთა იყოს, რათა ნერგი კარგად შევიდეს და კარგი კონტაქტი ჰქონდეს. ახლა კი დავიწყოთ ნერგების ჩასმა. ვიღებთ პირველ ნერგს და ვათავსებთ ხვრელში. უნდა შევიდეს მყარად, მაგრამ ისე რომ არ გატყდეს. აქ კი მოდის მთელი ვიდეოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი. ნერგის ქერქი მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს ნუში ხის ქერქთან, რადგან სწორედ ამ ადგილას მოძრაობს წვენი და აქ მოხდება შეერთება. თუ ნერგი სრულად ცენტრში დარჩება და ხის ცოცხალ ნაწილთან კონტაქტი არ ექნება, ძალიან დიდი ალბათობით შედეგი არ გამოვა. ამიტომ ვწმუნდობით, რომ ისინი კარგად მჭიდროდ ვათავსებთ, თითოეულს თავის შესაბამის ხვრელში, ასე. როცა სამივე ნერგი უკვე თავის ადგილზეა, ახლა უნდა დავახუროთ ეს ადგილი. ვიღებთ სამკურნალო პასტას და ფუნჯით ვუსვამთ თითოეულ ნამყენს გარშემო. ეს გვეხმარება, რომ დავიცვათ ჭრილობა. ასევე ხელს უშლის ჰაერის ან ზედმეტი ტენიანობის შეღწევას და ეხმარება ხეს, რომ უკეთ დახუროს ეს ადგილი.
გარდა ამისა, ბევრი სამკურნალო პასტა დამზადებულია ფისის, ცვილის და ზოგ შემთხვევაში სპილენძის ან სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერებების შემცველობით, რაც ხელს უწყობს ჭრილობის დაცვას სოკოსა და სხვა ინფექციებისგან. ამიტომაც ისინი ძალიან რეკომენდებულია, განსაკუთრებით ნამყენებისთვის, სადაც ნებისმიერი ტენიანობის ან დაავადების შეღწევა შეიძლება გააფუჭოს გაკეთებული საქმე. მაგრამ შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება სამკურნალო პასტის გარეშე? დიახ, შესაძლებელია. სინამდვილეში, თუ სამკურნალო პასტა არ გაქვს, შეგიძლია დროებით ალოე ვერაც გამოიყენო, რადგან ალოე იცავს და ხელს უწყობს ჭრილობის დატენიანებას. მაგრამ ყოველგვარი ეჭვის გარეშე, თუ გსურს წარმატების შანსი მაქსიმალურად გავზარდოთ, სამკურნალო პასტა ბევრად უკეთესია და ყველაზე რეკომენდებული არჩევანია. ახლა ყველაფერს კარგად დავამაგრებთ. ვიღებთ იზოლაციის ლენტს და რამდენიმე წრეს ვახვევთ ნამყენის გარშემა. იდეა ისაა, რომ ნამყენი ტოტები საერთოდ არ უნდა იძროდეს, არც ქარში, არც ტოტის შეხებისას, არც რაიმე მცირე დარტყმისას. თუ ნამყენი ტოტი პირველ დღეებში დაიძრა, ნამყენი შეიძლება არ გაამართლოს. ამიტომ უჭერთ იმდენად, რომ კარგად დაიჭიროს, მაგრამ ისე არა, რომ მთლიანად დაახრჩოს ეს ადგილი. ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი მოდის. შევქმნით პატარა სათბურის ეფექტს. ამისთვის გამოვიყენებთ პლასტიკის პარკს. რადგან სამივე ნამყენი ერთ პარკში ეტევა, რამდენივე პარკის გამოყენება არ გვჭირდება. ვაფარებთ პარკს სამივე ნამყენს და ფრთხილად ვკეტავთ იზოლაციის ლენტით, რომ კარგად დაიბეჭდოს. და რატო ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ ასე შიგნით ტენიანობას ვინარჩუნებთ და ვზღუდავთ ნამყენების გამოშრობას, სანამ ისინი ჯერ კიდევ ხესთან არ არიან შეერთებული. ეს ნაბიჯი გადამწყვეტია და მნიშვნელოვნად ზრდის ნამყენის წარმატების შანსს. აქედან უკვე უნდა დაველოდეთ. მომდევნო კვირების განმავლობაში არ უნდა ვეხებოდეთ ნამყენებს მუდმივად. უნდა დავაკვირდეთ, რომ პარკები თამის ადგილზე იყოს, შიგნით ზედმეტი წყალი არ შევიდეს, ლპობა არ განვითარდეს და ნამყენი არ გადაიციოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხეს სწორი მორწყვა ჰქონდეს, ისე რომ ნიადაგი არ დაიტბოროს. თუ საძირე ძლიერი იქნება, მას მეტი ენერგია იქნება ახალი ნამყენების გამოსაკვებად. უკვე დაახლოებით 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს პროექტი დავიწყეთ და ახლა მოემზადე, რადგან რასაც ნახავ, ნამდვილი საოცრებაა. შეხედე პარკების შიგნით. დიახ, ნამდვილად, ეს გამოგვივიდა. წარმატებას მივახცილი. ნამყენებმა გაიხარა და ეს ნიშნავს, რომ ნამყენი წარმატებით გაკეთდა. ამიერიდან, ამავე ნუშიანზე, ერთდროულად სხვადასხვა ჯიში გაიზრდება. გვექნება ნუში, გვექნება ატამი ან პარაგვაიო, გვექნება გარგარი და ასევე გვექნება ქლიავი. ეს ყველაფერი ერთ ხეზე. მართლა, ეს ისევ ნამდვილი საოცრება მგონია. ერთ ხეზე სხვადასხვა ხილი რომ იზრდება, ეს მართლაც დაუჯერებელია. და თუ ამის ნახვის შემდეგ კიდევ ვინმე ფიქრობს, რომ ბუნებაში თამბეჭდავი არ არის, მართლა მოვიდეს და ამიხსნას. ახლა კი კომენტარებში მომწერე, რომელი ხილით აპირებთ ცდას, ან თუ ვიდეოსთან დაკავშირებით რაიმე კითხვა გაქვს, აქ ქვემოთ დამიტოვე და დაგეხმარები. თუ ვიდეო მოგეწონა, გთხოვ, დამიტოვე ლაიქი, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ღილაკი, რომ შემდეგი ვიდეოები არ გამოგრჩეს. სხვათა შორის მომწერე კიდევ რომელი ქვეყნიდან მიყურებ. დიდი მადლობა, რომ აქ ხარ. გაგზავნით დიდ გულშემატკივრობას და შეხვედრამდე.